მოგესალმებით, დღეს არის ჩვენი პროტესტის მეორე დღე. გუშინ დავიკავეთ უნივერსიტეტის ფოიე და პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული. ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა თემურ კეჟერაძემ დატოვა თანამდებობა. ველოდებით აკადემიურ საბჭოს, რომ უახლოეს დროში განიხილოს რექტორობის ახალი კანდიდატები, რომლებიც შემდგომში განახორციელებენ უნივერსიტეტის მართვის სტრატეგიულ და აკადემიურ განვითარებას. ჩვენ, სტუდენტები, მოვითხოვთ, რომ აკადემიურმა საბჭომ უზრუნველყოს ყოველგვარი გადაწყვეტილებების გამჭვირვალობა და რექტორობის ახალმა კანდიდატებმა წინასაარჩევნო შეხვედრაზე დისკუსიის რეჟიმში წარმოადგინონ თავიანთი ხედვები და პირადად გაგვაცნონ სამოქმედო გეგმები. ამჟამინდელი პირობებიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ სტუდენტების ხმა გადამწყვეტი ძალაა და გსურს, რომ მომავალმა რექტორმა გაითვალისწინოს ჩვენი მოსაზრებები და ინტერესები უნივერსიტეტის განვითარებაში. მიგვაჩნია, რომ ჩვენი აქტიური მონაწილეობა უზრუნველყოფს უნივერსიტეტის წარმატებულ მომავალს.